გასწორებული მოგებლებო, ეთერში мотивация. ეს არის ახალი ფორმატი, იმიტომ რომ ჩვენი სტუმარი იმყოფება საზღვარგარეთ და ჩვენ გვინდა ვცადოთ როგორ გამოგვივა ეგეთი ჩანაწერი. დღეს ჩვენი სტუმარი არის გიორგი ფაკაძე, იბერია ექსპორტის დამფუძნებელი, ეს არის მსხვილი იმპორტიორი საქართველოსდან და გამოცდილი პიროვნება აქვს ცოდნა გამოცდილება როგორ უნდა საქართველოს აწარმოოს ექსპორტი, ეს ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და დღეს ჩვენ დავიწყებთ ანალიზი ბატონ გიორგისთან, ეს ერთი გადაცემა და კიდევ ბევრი გვექნება ჩვენ. რომ და გავაკეთოთ საქართველოში რომ მივახციოთ ის პოტენციალი, რომელიც ჩვენ გვაქვს. Ну, როგორც თქვენ კარგად იცით, ახლა უკვე რამდენჯერ ჩვენ გვითხოვა ამს, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ვაწარმოებთ სადაც 2.5 მილიარდ დოლარის პროდუქტს, ეს ოფის მეურნეობის დარგში, მაგრამ პოტენციალი გვაქვს 10-ჯერ 15-ჯერ მეტი. ეხლა ეს უკვე დეტალები ჩვენ დღეს არ გამიხილავთ, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გავლილი გვაქვს ეს ყველა ციფრები, მაგრამ დღეს ჩვენ გავიხილავთ არსებული სიტუაცია, რა ხდება ჩვენ ბაზარზე, როგორ მიდის რეალიზაცია და ჩვენ დავიწყებთ საუბარს, როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ეს მდგომარეობა, რომ გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რასაც გვაქვს. გამარჯობა ბატონ გიორგი. მოგესალმებით, ბატონ დიმიტრი, დიდი მადლობა, რომ ესეთი საინტერესო საუბრის ორგანიზატორი გახდით. თან აგროსფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისეთი პერიოდი არის დღეს, რომ გარკვეულ აგროსფეროს ჭირდება მკვეთრად, რომ მოხდეს გარდატეხა უკეთესობისკენ, ვინაიდან მიმდინარეობს პროგრესი, ვინაიდან მიმდინარეობს სხვა ქვეყნებში, სადაც ჩვენი ეგრეთ წოდებული target ქვეყნებში, სადაც ჩვენ ექსპორტს ვაწარმოებთ, სხვა თუ შეიძლება ეს თქვა კონკურენტები, სხვა ქვეყნები ახდენენ უკვე მეტად ხარისხიანი პროდუქტის, მეტად ბრენდირებული პროდუქტის და მეტად ესე რომ ვთქვათ, მაღალი ღირებულების პროდუქტის მიწოდებას. დღეს შეიძლება ეს ისე მკვეთრად არ ჩანს, განსაკუთრებით აგროსფეროში მოღვაწე იმ ნაწილისთვის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დაკავებულია პროდუქტის მოყვანით და ესე რომ ვთქვათ, უხეშად არ მინდა გამომივიდეს, რომ იმის იქით აღარ აინტერესებს რა ხდება. მხოლოდ რაც მოვიდა და იმის ბახშივე რეალიზაცია. და ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. ეხლა აი ძალიან ზუსტად თქვენ შეამჩნიეთ, რომ ჩვენი ფერმერი აწარმოებს, დაწუნებული არის, რომ ის პროდუქტი არის ყველაზე კარგი, ყველაზე იდეალური, მაგრამ თქვენ როგორც ექსპორტიორი, თქვენ როგორც ამ ლოგისტიკური ჯაჭვის მოთამაშე, თქვენ რას ფიქრობთ? აი რა უნდა გააკეთოს ჩვენი ფერმერი, რომ ჩვენი აი წარმოებული საქართველოსი პროდუქტი იყოს კონკურენტუნარიანი და რეალიზებადი გარე ბაზებზე. ძალიან მოკლედ გავივლი, რომ ფორმატი არ გავწევთ გადაცემის. ძალიან მოკლედ გავივლი, ზოგადად, აი ესეთ უფრო ხილსა და კენკრეულს ამ შემთხვევაში შევეხები, რომ აღარ გადავიდე ან ღვინოზე, ან სხვა სოფლის მეურნეობის სხვა კულტურებზე, აი უფრო ხილეულზე და კენკრაზე გავაკეთოთ აქცენტი ამ შემთხვევაში. რაც შეეხება კენკრიდან, ერთადერთი, რომელსაც შეიძლება უკვე სერიოზული საექსპორტო პოტენციალი გაუჩნდა, ფაქტი არსებობს უკვე მაღალი ხარისხის, არის მოცვი. რომელ ინდუსტრიაშიც მიღწეულია, ისიც სიმართლე მინდა ვთქვა, მიღწეულია რამოდენიმე მსხვილი პლანტაციის მიერ ის ხარისხი და ის ინფრასტრუქტურა, რასაც შეიძლება რომ დავარქვათ მაღალი ხარისხი. Ну, თუ დაუშვათ მსოფლიო ლიდერებში არ არის მოწინავე, სტანდარტ მინიმუმს მაღალი ხარისხის დაკმაყოფილებას უკვე იწყებს ეს სფერო. როგორც თანამედროვე ჯიშებით გააშენეს პლანტაციები, ასევე ორგანიზებით და უკვე
არის მართალია თითებზე ჩამოსათვლელი, მაგრამ უკვე არსებობს кейსები, რომლებიც ფაქტიურად სრულ ხიდან დაწყებული, ეგრეთ ბუჩქიდან დაწყებული მოიცვის შემთხვევაში, ბუჩქიდან დაწყებული უკვე შესაძლებელი იქნება ახლო მომავალში და დღესაც უკვე არსებობს შეფუთული ნებისმიერ ზომაზე, წონაზე და კლიენტის მოთხოვნაზე უკვე აი ამ დონეზე მივიდა ინდუსტრია ყველაზე ერთ-ერთ, მოწინავე და თანამედროვე ჯიშების გაშენებით, რომლებიც ხარისხიანებიც არიან, ტრანსპორტირებადებიც არიან და ეგრეთ წოდებული, რასაც ეძახიან shelf lives, ანუ დახლზე ცხოვრების უნარიანობა რო გააჩნდეს ხილს, ამ შემთხვევაში კენკრას, ისიც გააჩნია სრული ლოგისტიკური ჩაციების, ჯაჭვის, ფრეკულინგის წინასწარი ჩაცების, ყველა ეს ჯაჭვები უკვე ხდება ამ სტანდარტის, უკვე დანერგილია, უბრალოდ ხდება ამის ფესვების გაშვება ამ მიმართულებით და უფრო მასშტაბირება. რაც ბატონ შეეხება გიორგი, სხვა სფეროს, კი როგორ ბატონო. როგორ შეაფასებთ აი ახლა აი თქვენ რო თქვით ახლა თანამედროვე ბაღები და რა პროცენტიალი საქართველოში აი თანამედროვე ბაღების, ანუ ახალი ჯიშების და აი ძველი ჯიშები, რასაც რითი ჩვენ დავიწყეთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი აშენდა საქართველოში მოცვის ბაღები, მაგრამ ნუ არის ეგეთი ცნება, რომ ძველი ჯიშები არის არა მ, ისე რომ ვთქვათ, კარგი ნერგი და აი პროცენტულად, აი თქვენ როგორ მუშაობთ, როგორ გიჩით, ეხლა არ არ გიჩით? წავალ კონკრეტიკების დასახელებაში, არც სახელების, არც გვარების და არც კომპანიების. ზოგადად მოიხსენიებ ყველაფერს. ამ თვითონ არ არის რაღაც ჩემი მიზანი, რაღაც გარკვეული მიმართულებების მიცემა მივცე ამ საუბარს. უბრალოდ ჩემი მიზანი არის ზოგადად სფეროს მიმოხილვა. ზოგადად თავის დროზე როცა დაიწყო გაშენება ძალიან დიდმა პროცენტმა უბრალოდ გაიგეს რომ მოცვი იყო საინტერესო კულტურა, იყო მომგებიანი კულტურა ერთ-ერთი ყველაზე სოფლის მეურნეობაში, მაგრამ რომ გაიგეს რომ არის მომგებიანი, ზოგიერთმა ის არ გაითვალისწინა, რომ ამას სჭირდება ასევე უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება, უფრო მეტი ჯდება მოცვის მოვლა, უხეშად რომ გავიღოთ 1 ჰექტარზე პირობითად რაღაც სხვა ხილს შეიძლება სხვა თანხაჯდებოდეს გაშენება მოვლა, ვიდრე მოცვის. სამაგიეროდ მარჟინალურობას უფრო მეტი აქვს. მაგრამ თავის დროზე მოხდა იაფასიანი, ძველი, დაბერებული, არახარისხიანი ჯიშების შემოტანა. არ ვიცი ეს რატომ მოხდა, ეს გამოუცდელობის ბრალი იყო, ვიღაცას პირადი ინტერესი ჰქონდა, არ ვიცი, მაქინაცია იყო თუ არ ვიცი, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტს ვასახელებ უბრალოდ. მოხდა დიდი რაოდენობით თავის დროზე არახარისხიანი ენერგიების დარგვა. ასევე უმეტეს შემთხვევაში, ყველაზე არ ვიძახი, უმეტეს შემთხვევაში თავის დროზე მოხდა ასევე არასწორი მოვლის უზრუნველყოფა ამ სახეობის და ამა ყველაფერში ის გამოიწვია, რომ საშუალოზე და საშუალოზე დაბალი ხარისხის მოცვი მოდიოდა. იმ კუთხით გულისხმობ საშუალოზე ხარისხს, რომ მაგალითად უკვე ზოგიერთ ჯიშებს გენეტიკურად ახასიათებთ გარკვეულ პერიოდში უჩნდებათ სირბილე. ანუ იმ მომენტში, როცა თქვენ კრიფავთ, თქვენ გემრიელი გონიათ და კარგი გონიათ, როცა ბუჩქიდან იმ წამს მოკრიფეთ. მაგრამ ეს არის ბიზნესი. აქ არის საჭირო, რომ ის არ იყოს კარგი მხოლოდ ბუჩქზე. ის უნდა იყოს მოკრეფის შემდეგ, უნდა დაცული იყოს ჩაციების ტექნოლოგიების ჯაჭვი, რომლის შემდეგაც ხდება ტრანსპორტირება მანქანის ტემპერატურულ რეჟიმში, შემდეგ ხდება ჩატანა პოტენციურ მყიდველთან. ან უკვე წინასწარ ვინ შეიძინა პროდუქტი, იმ მყიდველმა უნდა ეს ყველაფერი დააფასოს, იმ მყიდველმა უნდა მოახდინოს ამის დახლზე დადება და კიდე იმ პროდუქტმა უნდა გარკვეული პერიოდი დახლზე იცხოვროს, რომ ყიდველი როცა მივა, მას შენარჩუნებული კონდეს ის თვისებები, რაც საჭირო არის. დღევანდელ სოფლიოში ხარ სოფლიოს სხვადასხვა უმსხვილეს წარმოებლებთან ვარ პარტნიორობაში სოფლიოს მასშტაბით და დღეს უკვე აწარმოებენ იმხელა გენეტიკურ კვლევებს და იმხელა საკუთარი ლაბორატორიები აქვს, წარმოიდგინეთ წამყვან კომპანიებს, მაგალითად აი მოცვის კომპანიებს,
თუ გინდ მოროკო აიღეთ, ესპანეთი აიღეთ და ასე შემდეგ. ვინც ეხა დიდი მოთამაშეებიან, ჩილე, პერუ, საკუთარი გენეტიკა გამოყავთ და წარმოიდგინეთ იმათი პროდუქტი ხანდახან 2-3 კვირა ზღვებს, ოკეანეებს გადაცურავს და მაინც ინარჩუნებს სიმკვრივეს, სიხრაშუნეს და საგემოვნო თვისებებს. და ჩვენ მაგალითად, ჩვენი ახლო ბაზარი არის რუსეთის ბაზარი. ხშირად ქონდა ძველ ჯიშებს პრობლემა, რომ აი საქართველოსთან, რუსეთის ნებისმიერ წერტილამდე, ძირითადი წერტილები სადაც არის გაყიდვის, 5 დღე ავიღოთ საშუალოდ, მაქსიმუმ ჩატანა. 5 დღეში რომ პროდუქტი იწყებს დარბილებას, უკვე ესე იგი ან ჩაციების ჯაჭვი არის ძლიერად დარღვეული, ან თვითონ გენეტიკურად არის უკვე არ არის მიდრეკილი ეს ჯიში ხანგრძლივი სიცოცხლისთვის, რა ესე რომ დავათქვი. ანუ შერჩეული იყო არასწორი სელექცია მოხდა, ან რაღაც ტექნიკურმა ხაროებმა გამოიწვია. უკვე ზოგიერთ ჯიშს ეტყობა, რომ ისეთი მოძველებულია, რომ აღარ იყო. ეხა ხდება მასიურად ზოგიერთები, ვინც ცოტა მსხვილად და სერიოზულად არის, ზოგიერთმა ამოძირკვა ძველი ჯიშები და დაიწყო თავიდან დანერგვა თანამედროვე ჯიშების ჩამოაქვთ ამერიკიდან და ევროპიდან აი ბატონო და გიორგი, გაგიჭირებით. თქვენ ეხლა გამოცდილი პიროვნება ბრძანდებით. იცით რა ქსელს ჭირდება და რა პოპულარული არის ეხლა ბაზარზე, ხო? ვთქვათ, იგივე თქვენ ახსენეთ რუსეთი. და თქვენ შეგიძლიათ რომ მისცეთ რჩევა ჩვენ ფერმერებს რა უნდა ისე დარგონ და დაიწყონ ეხლა ხელახლა ბაკის გაშენება. იცით, ყველაზე საუკეთესო რჩევა არის, რომ როცა ბაღის გაშენება იწყება, თავიდანვე მოხდეს სრული ჯაჭვის გაანალიზება. მაგალითად, დღეს რაც ხდება საქართველოში, მაგალითად, სხვა სფეროს აღარ ვეხები, იქ იმდენი პრობლემები არის მოცვთან შედარებით, რომ თუ არ არის სრული ინფრასტრუქტურა მზად, მაღალი ხარისხის ექსპორტზე არ არის რთულია საუბრის დაწყება. იმიტომ რომ საათები არის გათვლილი ხოლმე სერიოზულ პლანტაციებზე, აი მოკრეფის მომენტიდან ფრეკულინგამდე. ფრეკულინგი, არ ვიცი, შეიძლება ვინმე არ იცოდეს, მაყურებელმა რას ნიშნავს და მაინც განმარტავ, ფრეკულინგი არის აი ძირითად ჩაციებამდე კიდე პატარა პროცედურა, რომელსაც გამოაქვს, აი რაც კრეფის დროს დაგროვილი სიცხე აქვს, ტემპერატურას თვითონ ხილს შიგნით, რომ იმის სწრაფად ჩამოყვანა მოხდეს პირობითად 6-7-8 გრადუსამდე. რომ რესპირაციის პროცესმა დაიწყოს შენელება და უკვე აი ეს ფრეკულინგი არის ძალიან ძლიერი forced air cooling ქვია ამას. ანუ ძლიერი ჰაერის ნაკადით, ცივი ძლიერი ჰაერის ნაკადით ხდება დაჩქარებულად ამ სიცხის გამოყვანა. რასაც ის აკეთებს 1 საათში ეს ფრეკულინგის აპარატი, ჩვეულებრივი მაცივარი, რაზეც მიჩვეულები არის მასიურად სხვადასხვა ხილის ჩადებას, იმან შეიძლება 24 საათშიც ძლივს გააკეთოს ის, რაც გააკეთებს ეს აპარატი 1 საათში. რაც შეეხება ამის ესე რომ ვთქვათ, არსებობას, ამ წუთას ფრეკულინგები მე სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში მინახია მხოლოდ მემოწვეებთან, ისიც ყველასთან არა. სხვა ხილთან ვაშლატამა, ვაშლი კიდე ცალკე მომენტი არის, აი ვაშლატამა, ისინი რომლებსაც ასევე ჭირდებათ სწრაფი ჩაციება, ის ფაქტობრივად ყველგან დარღვევით ხდება. მარტო ქუჩაში ხდება გადარჩევა, წარმოიდგინეთ, პროდუქტი მოდის და პირველი 24 საათი მაცივრის გარეთ დგას, ხდება იქ გადარჩევა, ზოგი არჩევს, ზოგი არც არჩევს. ვინც ცოტა პასუხისმგებლიანად ეკიდება, ისინი არჩევენ. ხდება გადარჩევა ფაქტობრივად ველურ პირობებში. 24 საათი, ანუ დარღვევა არის ეს. ბატონო გიორგი, აი ამ შემთხვევაში, აი მაგალითად კი ჩვენ ვლაპარაკობთ ხმოს, მაგრამ თქვენ ახსენეთ ვაშლატამი და ატამი. აი ამ შემთხვევაში, როცა არ მიდის მაგათი ფრეკულინგი და მიდის აი როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ 24 საათი ჯერ მაცივარში შევეს პროდუქტი, გადის დრო. აი ამ შემთხვევაში რას კარგავთ ჩვენ, რას კარგავს ჩვენი მწარმოებელი? ანუ მთლიანად ჩვენი ჯაჭვი. პირველ რიგში ეხლა ვიტყვი, მაგრამ პატარა შესავალს ვიტყვი.
პირველ რიგში თვითონ მოტანილი ნაყოფი უნდა იყოს რეალურად, მოდით საქართველოს რეალობიდან ვილაპარაკოთ. არ მინდა ხა დიახ. ევროსტანდარტებზე გადავიდე, იმიტომ რომ საერთოდ სხვაგან გადავალთ. საქართველოს რეალობიდან. რა ხდება ჯერ საქართველოს რეალობაში, ჯერ სად იწყება დარღვევა. დაკრეფილ ხილს ხშირად განსაკუთრებით შევატყვე მე, რომ ეს პირადი ეს თეორიული ცოდნა არ არის. ეს არის პირად პრაქტიკაზე აპრობირებული და გასინჯული ცოდნა. განსაკუთრებით საშუალო და პატარა ზომის პლანტაციები, თან თუ განსაკუთრებით ზოგ პერიოდში ან ამინდმა არ შეუწყო ხელი ან რაღაც ხდება დაგროვება ამ პროდუქტის. და როგორც ყველა ვიცით, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს ექსპორტში, ხდება მე ამ პროცედურების, მე ვიცახი ძირითად მასაზე, ცალკეულ შემთხვევაში თავი გამანებთ. ძირითადი მასა ხდება პროდუქტს აგროვებენ ყუთებში და შემდეგ დადიან მაცივრებში. სადაც უფრო მათთვის მისაღებ ფასს მოისმენენ, რომ იქ ჩააბარონ პროდუქტი. ეს პირველი ფარული პრობლემა, რაცაც ექსპორტიორს უჩნდება. ანუ თუ არ გააკონტროლა ექსპორტიორმა, რომ იმ დღის დაკრეფილი პროდუქტი ხიდან მიდის მასთან, ანუ ის უკვე რისკ ქვეშ ვარდება. ეს არის ფარული რისკი, რომელიც ხშირად თავს არ იჩენს იმ მომენტში. მაგრამ რამოდენიმე დღის შემდეგ ეს იწყებს თავის გამოჩენას პროდუქტის. პრობლემა ის არის, შეიძლება დაიწყოს ან ფუჭების პროცესი, ან დარბილების პროცესი, ან მოგვიგეთ სხვა ნებისმიერი პროცესი, რომელიც პროდუქტის ხარისხზე საბოლოოდ, როცა ხარისხის შემოწმება მოხდება იქ მიღების პუნქტში, საექსპორტო ქვეყანაში, იქ დააზიანებს ექსპორტიორს. ეს პირველი ფარული ისა. რაც შეეხება მეორე იმას, ყოველი დაკლებული საათი, კენკრა უფრო ფაქიზია ამ კუთხით ბევრად, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დაკლებული ჩაციების საათები, აი ეს თუ დასაწყისია უხეშად თქვა პროცესის, ბოლოდან აკლებს სიცოცხლეს პროდუქტს. ანუ რაც უნდა გადლოს მან დახლზე, ყოველი დაკლებული რამოდენიმე საათი უდრის დაკლებულ რამოდენიმე დღეს დასასრულში. ანუ ვისაც ჩვენ მივყიდით პროდუქტს, რასაც ჩვენ ხარისხს მოვაკლებთ აქ, მყიდველს ვართმევთ ხარისხს ბოლოში. რამაც უნდა იცოცხლოს პროდუქტმა. ანუ ეს ჯაჭვი არ უნდა ირღვეოდეს ჩაციების, შენახვის, ტრანსპორტირების, გასაღების მომენტამდე. ეს უნდა იყოს სრულად და ქრონოლოგიურად დაცული, როგორც საჭიროა. და აი და ჩემი შეკითხვა რა არის, იცით, აი ჩვენ ვლაპარაკობთ პოტენციალზე და ეს ყველაფერი აისახება ფასზე. აი მაგალითად თუ არ არის კარგი პროდუქტი და არის აი ეს ხარისხი არის დარღვეული, უკვე ქსელში ვერ მოხდება ეს პროდუქტი. წავა უკვე ბადრებზე. და აი ეს ფასასხაობა, რას ვკარგავთ ჩვენ რეალურად? კარგავთ, ბევრ რამეს ვკარგავთ და ეხლა ვიტყვი რასაც ვკარგავთ, რომ ბევრია სათქმელი ძალიან. პირველ რიგში, ფერმერები სანამ მოთხოვნა არის, ყველა კმაყოფილები არიან, მასიურად ვიძახი. მაგრამ ბევრი ექსპორტიორი თუ მოგებას ვერ ნახავს, უხეშად თქვას, ან სხვა ქვეყანაზე გადაერთვება, ან გაკოტრდება. ხო, სხვა გზა არ არის. როცა შენ პროდუქტს წაიღებ და ზარალობ, წაიღებ და ზარალობ. მე ეს პირველი მომენტი. ჯერ თუ არ ჩანს, თუ ეს პროცესი ესე გაგრძელდა, საომალოდ ეს გამოიწვევს იმას, რომ უფრო მეტი, უფრო ნაკლები, უფრო სწორედ მოთხოვნა იქნება ამ პროდუქტზე. ან თუ მოთხოვნა არ შემცირდა, ფასი დაიწყებს შემცირებას. ანუ უხარისხობა რაღაცი დაკომპენსირდება, ან გაიყიდება ნაკლები და უფრო მეტი ხარისხი საიდანაც იქნება გამორჩევა, ან დაიწყება თუ ისევ მასიურად გაიყიდება ფასის შემცირება. იმიტომ რომ სხვა კონკურენტი ქვეყნები, თურქეთი ავიღოთ მაგალითად, აზერბაიჯანი, უზბეკისტანი, უზბეკისტანი ცალკე თემა არის, იქ სულ შედარებითად როგორც ყოველ სიაფე არის ყველასთან შედარებით. ჩვენ პარალელურ სეზონს ემთხვევა მეტნაკლებად აზერბაიჯანის და თურქეთის სეზონი. როცა იქიდანაც აქტიურად მოდის და სიმართლე რომ ვთქვათ, დღეს რა ხარისხი ჩვენ გაგვაჩნია ვაშლატამში და იქ ძირითადი გასაღების ბაზარი არის რუსეთი. იმიტომ რომ
ევროკავშირში ისეთი ჯიშები მოვლა და ეს ყველაფერი დაცული არის, რომ ჩვენ იტალიურ და ესპანურ წარმოებას, როცა სეზონის კვეთა არის, უბრალოდ ვერ გავუწევთ კონკურენციას. თავი რო გავანებოთ გარკვეულ პროტექციონიზმს, ჩვენ შემთხვევაში პროტექციონიზმის არ დაჭირდებათ, რომ ხო იცი, თავის პროდუქტი წინ დააყენონ. უბრალოდ იმდენი დარღვევა არის, რომ ვერ გავუწევთ რა კონკურენციას რა. აი, შედარებით მოცვი იწყებს ევროკავშირში გავრცელებას ქართული. ისიც აა, ვინც შეძლო და ნორმალური კარგი სტანდარტი გააგზავნა. ну, იქ სერტიფიკატები კიდე საჭირო ეს Global Gap Grasp-ი, მაგრამ ეს კიდე ცალკე ისტორია. სხვა სფეროებს კიდე ბევრი აქვთ მოცვი დასაწევი. ეს უბრალოდ პატარა მაგალითი მომყავს იმ ინდუსტრიის, რომელმაც მეტნაკლებად შეძლო და გარკვეულ სტანდარტებს მიაღწია საქართველოს, მაგრამ იქაც ბევრი რამე არის გასაკეთებელი. უბრალოდ ეს სხვებზე წინ არის, აი იმიტომ უსმებ ხაზს ხოლმე ამ კი, წარმოებას. გასაგებია. და ეხლა აა, ისეთი რაღაცა ხდება, აი ბოლოს დავამთავრებ და შემდეგ კითხვას გადავიდეთ, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ну თურქეთზე ალბათ ბევრმა იცის და აღარ გაუსმევ ხას, აზერბაიჯანიც რო ავიღოთ, თუ შეიძლება ესე დავარქვათ, ერთ-ერთი კონკურენტი ექსპორტის და სამიზნე ბაზარი, რომლისთვისაც არის რუსეთი, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბაზარი, ძალიან ელვისებურად ბოლო წლებში მაგალითად ძალიან გაზარდა იგივე ვაშლატამის და ატამის ექსპორტი. ძალიან გაზარდა. მე რო უყურებ ხარისხით იქ უფრო იმ სტანდარტზე ცდილობენ მოიყვანონ, რაც ამ შემთხვევაში სუპერმარკეტებს დააკმაყოფილებს. ზოგიერთ სუპერმარკეტთან საუბარიც მქონდა და ზოგიერთი ამ წუთას იწყებს მინიჭებას უპირატესობას აზერბაიჯანულ პროდუქტზე, ანუ ავტომატურად ეს გამოვა, რომ შესყიდვების დაგეგმვისას გარკვეულ პრიორიტეტს მიანიჭებენ და უფრო მოცულობაში კვოტას იმ ქვეყნიდან წამოსულ პროდუქტზე გააკეთებენ. ეს თუ დღეს არ იგრძნობოდა, უახლოეს წლებში თუ არ მოხდა გარდატეხა ამ ინდუსტრიაში, ანუ ვაშლატამის, ატამის და არ მოხდა ბაღების განახლება, არ მოხდა ამ ჯაჭვების უკეთესად დაცვა, არ მოხდა უფრო ხარისხიანად მოვლა და ზოგადად გარკვეული სოლიდური ნაწილი უნდა გაანახლდეს. არის ჯიშები მაგალითად, რომლებიც ძალიან დიდ პრობლემებს ქმნიან ექსპორტის დროს, ხარისხის დროს. ეგრეთ წოდებულს, აი იტალიურს რო ეძახიან მაგალითად კახეთში. ძალიან პრობლემური ჯიში არის, ფაქტიურად ისეთი პრობლემები იქნება, რომ ექსპორტიორი, აი წარმოიდგინეთ რა შეება. ექსპორტიორი მოვიდა, მთელი წლის ნაშრომი რაც იყო, ხო, ბაღში მოვლა, გასვლა, ეს ყველაფერი აიღო და ერთ მცირე მონაკვეთში ყველაფერი ეს რისკი თავის თავზე გადაიდო. ანუ გაისტუმრა ფერმერი და წაიღო ექსპორტზე. და მას რომ ჩვენ ვაწვდით არახარისხიან პროდუქტს, ხო? ან არაწესივრად მოვლილს ის იმხელა რისკში ვარდება, რომ რო ჩააგდა ხარისხის სტანდარტი ან დარბილდა, ან გზაში გამოიჩინა იმ ფარულმა პრობლემებმა, რაც არაკეთილსინდისიერი შენახვით, ან პირიქით არახარისხიანი მოვლილით გამოიჩინა თავი იმ პრობლემებმა. ფაქტობრივად ექსპორტიორი ძალიან დიდ წაგებებს ნახულობს. იმიტომ რომ მაღაზიები არ იღებენ პროდუქტს. როცა ხარისხის შემოწმების დროს ხდება გამოვლენა იმ ფარული პრობლემების, რამაც გზაში იჩინა თავი, ეს იქნება ისე ვიტყვი სირბილე, სიდამპლე, კურკის გახეთქვა და ესეთი პრობლემები, რაც მასიურად იჩენს შემოწმების დროს ხარს, ეგრეთ წოდებული ხარისხის პასპორტი არსებობს, აი თქვენც იცით დიახ, რა თქმა უნდა. ხარისხის პასპორტისა და რაც ხარისხის პასპორტის ნორმების პროცენტის ფარგლებს ცდება, იქ უკვე იწყება პრობლემები. იქ იწყება პროდუქტის არ მიღება, ანუ და ხშირი არის ეს პრობლემა ქართულ პროდუქტთან. ანუ კონკრეტულად ამ პროდუქტზე ვსაუბრობ, რაც დავასახელე. გიორგი, მაგრამ მე მაინც აი ვერ მივიღე პასუხი აი ამ საკითხზე. აი თუ აი რა სხვაობა არის ხარისხიანი პროდუქტის და უხარისხო პროდუქტის შორის? სხვაობა ის არის, რომ უკეთ რო შევძლოთ დანახება, კარგი იქნება, რომ
შემდეგში ჩვენ ასევე თუ შევდივართ შეკრებას მაგალითისთვის რომელიმე პასპორტის ხარისხის ჩვენება ზოგადად კარგი კი იქნებოდა კი ბატონო, რომ კი მიხდნენ ბატონო. რომ რა და როგორ რანაირად ნიშნავს მე იმის მომსწრეც ვარ რომ ვინც შედარებით სტანდარტი დანერგა და მაგალითად ჩვენ ვიყავით ერთ-ერთები ვინც ექსპორტის დროს ძალიან ხშირად მარჟის აა, გაწირვის ხარჯზეს კი მაქსიმალურ გადარჩევას ვაკეთებთ. რამდენჯერ ყოფილა უთქვიათ კოლეგებს, რომ ესე ცოტა იუმორს ჩავთავ ვიღაცა მოსულად ჩასაბერებად და რას მიშვებითო მღუპავთ რამდენი გადამირჩიეთო და იმას აღარ ფიქრობს ადამიანი, რომ აა, ჯობია რომ ეს გადარჩევა მოხდეს ადგილზე, ვინაიდან წარმოიდგინეთ აა, უხარისხოდ გაპარული პროდუქტი ადგილზე ჩატანილი ორმაგი ზარალის მომტანია. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ თქვენ არახარისხიანი პროდუქტი პირველ რიგში ხომ ამგზავრეთ. ანუ იმ უხარისხოს, რომელიც საბოლოოდ ან დაბალ ხარისხიანად გაიყიდება, ან საერთოდ გადაიყრება, ლოგისტიკის ხარჯი ხომ დაემატა, განბაჟების ხარჯი ხომ დაემატა იმ ქვეყანაში, სადაც ჩაგაქვთ. წარმოიდგინეთ, რამდენი ხარჯები დაემატა პროდუქტს, რომელიც საბოლოო ჯამში ან უნდა სადღაც მოიცილონ, უხეშად რო ვთქვათ, ან უტილიზირებას უნდა ექვემდებარებოდეს. ანუ პირველ რიგში ადგილზე გადარჩევა ეს არის გარდაუვალი. რაც თუ ეს არ მოხერხდა, ესეც ერთ-ერთი აა, ძალიან ცუდი და დამანგრეველი იქნება იმ კონკრეტული პროდუქტების ექსპორტისთვის, რასაც სამომავლოდ შეიძლება დარტყმა მიიღოს რა პროდუქტებმაც. მეორე მომენტი რა ხდება ჩატანის შემდეგ. ჩატანის შემდეგ, როცა ხარისხი არ ვარგა, ხდება ამ პროდუქტის მობრუნება. და იქიდან გამომდინარე, რამდენად დიდი არის ხარისხის ბრაკი, ესე რომ უხეშად რო დავარქვათ, წყდება ან მისი უტილიზაცია, თუ საერთოდ ცუდ მდგომარეობაშია, ეს არის ყველაზე დიდი ზარალი, რაც შეიძლება დაემართოს ექსპორტიორს და ყველაზე ცუდი რა არის, იცით? ეს არ ხდება უბრალოდ უტილიზაცია. ამას ყველაფერს იმის გამო, რომ შენ პროდუქტი ქსელს სუპერმარკეტს ვერ ჩაუტანე ისეთ მდგომარეობაში, რაც იყო შეთანხმებაში და პასპორტის ხილის პასპორტის ხარისხში ჩაწერილი, შენ კიდე ამ ზარალის გარდა შენ ხომ ლოგისტიკა დახარჯე, საბაჟო გადასახადებიც ექსპორტიორს ეწერება და ასევე კიდე ჯარიმა ეწერება ეგრეთ წოდებული შეიძლება რა ვიცი დარღვევისთვის რომ შენ ვერ ჩაიტანე ანუ შენთვის იყო გამოყოფილი კვოტა კონტრაქტის მიხედვით შეთანხმების შენ პროდუქტის ვერ ჩაიტანე ეს ხარჯების დაგეწერა და იმის გამო რომ სუპერმარკეტმა სავარაუდო მოგებაც დაკარგა იმიტომ რომ შენ დაგითმო კვოტა მაგ დავუშვათ აქ ხო ყოველკვირეული მოთხოვნა პირობითად 100 ტონა მას უნდა გეგმის მიხედვით გაიყიდა 100 ტონა და შენ დაპირდი რომ შენ იმ 100 ტონიდან 40 ტონა დაგითმო იმ კვირაში ჩაუტანე შენ ვერ ანუ ისიც დააზარალე და ძალიან დიდ შარში ხარ რა ესე რომ ვთქვა უღეშად ხო და მე რა ხდება თუ პროდუქტი არის კიდეც აი უხეშად რომ ვთქვა ცოტა მეორე ხარისხის მეორე კატეგორიის და არ არის გაფუჭებული ან დამპალი ან ნუ უხეშად კვებისთვის უვარგისი თუ არ არის იძულებულია მე წავიდეს ექსპორტიორი და ეძებოს ჩვეულებრივ რომელიმეც აი საბითუმო დიდი ბაზრები რომელიც არის ამ შემთხვევაში რუსეთი რო ავიღოთ და ეძიოს იქ გაყიდო და იქ უწევს ძალიან ძალიან მინუსში ყიდის უმეტეს შემთხვევაში ყიდის მინუსში ანუ კიდე უნდა დრო ენერგია და დამატებითი ხარჯები გაწიოს იმისთვის რომ გარკვეული თანხის ამოღება შეძლოს და გაყიდოს მინუსში აი ამას იწევს არათანამედროვე ჯიშები რომლებიც ექსპორტისთვის სუსტი არის ცუდად მოვლილი პროდუქტი იწევს და მოვლის ჯაჭვის დარღვევა. მოვლის ჯაჭვის დარღვევა, აი ეს არის რამოდენიმე ძირითადი ფაქტორი. ხა დეტალიზაციებში აღარ წავთ, თორე ძალიან ბევრი საუბრო არის. სასაუბრო იქნება ყველა ჯაჭვის ძალიან ბევრი. ხო, დღეს ზოგადი ეს არის. ხო, დღეს ნამდვილად მაგისი დრო არ აქვს, რომ დეტალებში ჩავიდეთ, აი კონკრეტულად, მაგრამ მომავალ შეხვედრაზე აი ჩვენ გავაკეთეთ ეგეთი ანონსი, რომ ვთქვათ,
რომელიმე კულტურა განვიხილოთ. ნუ ეხლა ჩვენ აი ამ გადაცემის მერე დაველოდოთ ჩვენ მაყურებელი ვთქვათ რას ისურვებს რომელი კულტურა პირველად განვიხილოთ. და მაგრამ მერე ყველა კულტურები უნდა ცალ-ცალკე განვიხილოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველა მომენტები, როგორც მოვლა მოყვანა, მერე ეს გაციობა, ეს ყველა დეტალების გავლა, რომ არ იყოს შეცდომები დაშვებული და აი ახალ ჯიშებზე რა სიტყვით? აი მაგალითად, ნუ ნებისმიერი რო ავიღოთ, აი კულტურა, გინდა ატამი, გინდა მოცვი. ეხლავე გადავალ. ეხლავე გადავალ, მაგრამ პატარას დავამატებ, აი წინა კითხვის დაგვირგვინებას გავაკეთებ, რომ თუ ეს ყველაფერი ესე გაგრძელდა და ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა გააკეთეს მასიურად, ერთი ფერმერო განაახლებს და ორი ეს ქვეყანას არ უშველეს. მასიურად უნდა მოხდეს ამ ყველაფრის დაცვა სტანდარტის. თუ ეს ყველაფერი ესე გაგრძელდა, დღეს შეიძლება ვიღაცა რაღაც მოგებას ხედავს ფერმერი, მაგრამ მოვია მომენტი, რომ ან ძალიან ყველაზე დაბალ ნიშაში გადავინაცვლებთ ჩვენი არამაღალი ხარისხის მქონე პროდუქტს. ან კიდე ვაფშე საერთოდ ძალიან შემცირდება ექსპორტის მოცულობა. ან ძალიან იაფად მოგვიწევს გაყიდო რომ რაღაცაი ფასის ხარჯზე სადღაც შევძლოთ გაძრომა. ან კიდე საერთოდ შემცირდება გაყიდვები. იმიტომ რომ ბაზარი არ არის გაუთავებელი. თავისი ლიმიტი გააჩნია გაყიდვების მოცულობაში. კი, ყოველწლიურად იზრდება ინდუსტრია, ვაშლატამის, ატმის, ეს ყველაფერის ხურმის ზოგადად მოხმარება იზრდება, მაგრამ მოხმარება იმდენად არ იზრდება, რა კუთხითაც დავუშვათ გაშენება რო იწყება. თუ მიწოდებამ გადააჭარბა მოთხოვნას, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება უხარისხო პროდუქტი. მოუწევს ან ძალიან დაბალ ფასიან ნიშაში გადასვლა, ან მოცულობის გაყიდვების შემცირება. მეზობელმა ქვეყნებმა მოახდენს მასიურად გავლენა, განახლება ბაღების, ამით ახდენენ ახალი ჯიშებით, ახალი გემოთი, ახალი ვიზუალურად, რომ ცოტა სხვანაირად გამოიყურება პროდუქტი უფრო მიმზიდველად, ამით მოახდინეს ძირითადი, სადაც უფრო შედარებით მაღალი ნიშა არის სუპერმარკეტები და იმათი სიმპათიის მიპყრობა თავისკენ, აქედან გამომდინარე ხდება სიმპათიის გადახრა და დროთა განმავლობაში ეს სიმპათიის გადახრა იმას გამოიწვევს, რომ იქ ეხლა მიდის ძალიან აქტიური გაშენება, უკვე გაშენდა ნაწილი, ეხლა პროცესში არის და კიდე რგავენ. თანამედროვე, ესე რომ ვთქვათ, ევროპულ ჯიშებს. და ეს პროცესი გამოიწვევს იმას, რომ გავა რამოდენიმე წელიწადი, ეს ყველაფერი, რაც თანამედროვე და გაშენებულია, აყვავდება. უფრო კიდე ძლიერად გაიდგავენ ფესვს და ახალი თანამედროვე და უფრო კონკურენტუნარიანი პროდუქტი ხილი იქნება ვაშლატამა თუ ატამი თუ სხვა, რომ დაიმკვიდრებს ამ შემთხვევაში თუ გინ აზერბაიჯანის პროდუქტი ავიღოთ, უკვე ბაზარზე ადგილს ჩვენ მერე რომ ფაქტის წინაშე დავდგებით, ჩვენ მოგვიწევს მე რამოდენიმე წელიწადი საქართველოს ფერმერებს მოუწევთ რომ ჯერ მარტო ბაღების განახლებაზე დახარჯოთ, ხო წარმოგიდგენთ რამოდენიმე წელი ბაღის წესრიგში მოყვანა, ახალი ჯიშების გაშენება, ეს ხეები სანამ აყვავდება, დაიწყებს ნაყოფის მოცემას. ამ პერიოდში ის კონკურენტი ქვეყნები უფრო ღრმად გაიდგავენ ფესვებს და მე ფაქტის წინაშე ძალიან რთულია რომ ბაზარზე ამოაგდო კონკურენტი, რომელმაც უკვე შენზე ადრე ის თანამედროვე ჯიშები დაიკვიდრა ადგილი და შენ ახლა მიდიხარ და უცბად მოგინდება რომ ისევ დაიბრუნო მოცულობები. ძალიან რთულად ხდება ბაზარზე ეგრე. და ამიტომ მაინც საფის წინაშე. როგორ ხედავთ? როგორ ხედავთ? თუ ჩვენ აი ახლა სწორად დავიწყებ დაგეგმარება და ეს ქსელებთან, აი ფედერალურ ქსელებთან კავშირები, რომ აი იყოს ეს გრძელი კონტრაქტები, რომ ვთქვათ, რასაც აკეთებს ახლა აზერბაიჯანი, რომ იგივე გავაკეთოთ ჩვენ, რომ გავავრცელოთ ინფორმაცია ფერმერების შორის, რომ ეს ყველაფერი ჩვენ აღვადგინოთ ეს ლოგისტიკური ჯაჭვი. როგორ ფიქრობთ? გვიან ხო არ არის? როგორ გითხრათ, გვიან არ არის არასდროს, უბრალოდ რაც უფრო გვიან არის, მეტი ძალის ხმევა არის საჭირო და მეტი რესურსის დახარჯვა, რომ იმ ჩამორჩენის კომპენსირება მოხდეს. აი ეს არის პრობლემა ერთადერთი. გვიან არ არის. დღეს კიდე არის იმის ფანჯარა და საშუალება, რომ დაიწყოს ბაღების რენოვაცია, მოვლის
გაუმჯობესება. ზოგი ჯიში საერთოდ ამოსაძირკველია და უნდა მოხდეს განახლება. ეს უეჭველი არის და დაძველებული ჯიშები არის, რომლებიც, რა ვიცი, რთულია რომ ისე მოუარო, რომ იმან გემოვნური თვისებები კონდეს კარგი ვიზუალიც და ცხოვრების უნარიანობაც დახლზე. ეგრეთ წოდებული shelf life-ს, რასაც ეძახიან, ну, სოფლიო ინდუსტრიაში. ამიტომ სტანდარტი ყველგან იზრდება, რუსეთშიც იზრდება, ყველგან იზრდება და მოთხოვნა სტანდარტზე ყოველთვის არის. ჩვენ კიდე არ ვიცი ზოგ საერთოდ ამაზე ნაფიქრი აქვს თუ არა, არც ვიცი, მაგრამ რუსეთსა და აა, ევროკავშირს შორის არის გარკვეული ეგრეთ წოდებული ემბარგო, სანქციები. ამ სანქციებზე არ ვსაუბრობ, რაც ახლა ბოლო პერიოდში იყო. მე ვიძახი, აი უკვე 10 წელიწადია რაც მოქმედებს 2012 წლიდან და იმ პერიოდიდან. სოფლის მეურნეობის, აი ხილი და ის არ შემოდის ამ წუთას ესპანეთიდან, იტალიიდან, ანუ აკრძალვა არის ორმხრივი. მას არ შემოდის. წარმოიდგინეთ ახლა დღეს, რომ გაიხსნას ბაზარი და ჩვენი სეზონის პარალელურად რო ქონდეთ არჩევანი, შემოიტანონ ყველაზე თანამედროვე ესპანური და იტალიური ჯიშები. და ყველაფერი გაუმჯობესდა ხო პოლიტიკაში და უცბად გაიხსნა ყველა ბაზარი. ჩვენი დაძველებული ჯიშებით ვინმეს გავუწევთ კონკურენციას აი თქვენი აზრით, აი თქვენ თქვით აბა. მე უკვე რამდენიმე წელი მაგას ვამბობ და ძალიან კარგია რომ ჩვენ ეხლა დავიწყეთ ეს გადაცემების ციკლი და მე მინდა გთხოვოთ რომ აი ესე მომავალი გადაცემა რომელიც ჩვენ ეხლა ერთ კვირაში ჩვენ ჩავწერთ ეს იყოს უკვე ამ გადაცემაში ჩვენ გავიაროთ უკვე დეტალურად აი თქვათ ერთი ან ორი კულტურა თქვათ აი ნუ არ ვიცი მე მინდა რომ ფერმერმა შეგვიკვეთოს რომელი უფრო აწყობთ მაგრამ თუ არა მაშინ დავიწყოთ მოცვიდან და ატმიდან და ატამი და ვაშატამი თქვათ ამ ორი სამი კულტურით სხვანაირად არაფერი არ გამოვა. ჩვენ უნდა უთხრათ რა არის ქსელის მოთხოვნა, რა არის ხარისხის პასპორტი, რა არის პროდუქტის პასპორტი და იმის მიხედვით უკვე დავიწყოთ ფერმერებთან მუშაობა, როგორ უნდა მოიყვანონ. და კიდე ერთი მინდა აი უკვე დასასრულისკენ მიდის გადაცემა და უბრალოდ მე მინდა გთხოვოთ რომ თქვენ ამბობთ ის ასოციაციებზე და გაერთიანებზე ფერმერების სადაც თქვენ უკვე ნახეთ სხვა ქვეყნებში და ეს 20 სიტყვაში რომ თქვათ. დიახ, წინა კითხვასაც მოკლედ გავცემ პასუხს. გვიანია თუ არა, არ არის გვიანი, ეხლა უნდა დაიწყოს ეს პროცესები, დაიწყოს განახლება, რენოვაცია და თანამედროვე სტანდარტებით მოვლა ამ ბაღების და რამოდენიმე წელიწადში სულ სხვა სურათი გაჩნდება. გაჩნდება ისეთი სურათი, რომ ჩვენი პროდუქტი თანამედროვე ბაღებით გარკვეულ ევროპაშიც კი წავა. ну აზიის და იმის ექსპორტს თავი განავთ ეს ცალკე ისტორია არის, იქაც ყველაფერი შესაძლებელი არის ამის რესურსიც, მაგრამ პროდუქტი უნდა იყოს ღირსეული, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ერთ ბაზარზე. როცა გაქვს კარგი და ღირსეული პროდუქტი, ყველგან ნახავ სარეალიზაციო ადგილს. როცა არ გაქვს, მაშინ იძულებული ხდები გაყიდო მხოლოდ იქ, სადაც საღდება, უხეშად რო ვთქვათ. აი ეს არის თავი პრობლემა, ეხლა უნდა დაიწყოს ამ ყველაფრის რენოვაცია. როგორც მოვლის კუთხით, ასევე თვითონ ბაღების განახლების. ეს არის გარდაუვალი პროცესი. უბრალოდ რამდენიმე წელიწადში დავარდება ყველაფერი, ან გავხდებით ისევ ერთხელ ვიტყვი, კიდევ ერთხელ რომ ძალიან იაფასიანი ნიშაში გადავა ზოგიერთი ჩვენი პროდუქტი. ძალიან და სადაც იაფასიანი. დაიკარგება ინტერესი მოლამოყვანის. შეიძლება ეგრეს ცუდი სცენარს თუ მიყვებით, შეიძლება ეგეც კი მოხდეს. რაც შეეხება თქვენ რო თქვით მეორე კითხვას. ევროპაში აი არიან ჩემი ახლობლები, მეგობრები, პარტნიორები, ესე რომ ვთქვათ, არიან უბრალოდ დიდი არა, ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეები არიან კოოპერატივის კუთხით რო ავიღოთ და წარმოების კუთხით. შეუძლებელია რომ თუ არ მოხდა რამოდენიმე სერიოზული კოოპერატივის ჩამოყალიბება, რომელიც მთლიანად ამ პროცესს დაეხმარება ფერმერებს, რომ გაერთიანდნენ. ნედან
ესპანეთში ყავს მაგალითად ახლობელები, კოოპერატის თავი განავთ ინდივიდუალური პიროვნებების კომპანია არის ერთ-ერთი. 14,000 ტონა 14,000 ტონა გააჩნია თავისი ხურმის, ჩვეულებრივი ხურმის არა, ესპანური ხურმის მოსავალი. 14,000 ტონა. წარმოიდგინეთ, 14,000 ტონა ქვეყანას არ გაგვაქვს სულ ექსპორტზე ჩვენ. აჰა. თუ არ მეშლება 6,000 ტონა გავიდა თუ 7,000 მაქსიმუმ წელს თლიანად საქართველოსთან. იქ ერთ პიროვნებ. ეგეთი მოთამაშე ჩვენთან არ არის ფაქტიურად ეგეთი მსხვილი. სხვა ყველა შემთხვევაში, სხვა ყველა შემთხვევაში ევროპაში რომ გადარჩენილი იყვნენ მსხვილები, ყველანი არიან მიბმულები გარკვეულ კოოპერატივებთან. და აქ იქ კოოპერატივი იქ იმ ხელა დონეზე არის, რომ იქ ბრენდი, ყუთი, სახელი, არა, არ ვიცი, ძალიან იმდენად შორს არიან ზოგიერთი ინდუსტრიისგან, რომ არ ვიცი, თვალზე ხანდახან შეიძლება ცრემლიც მოგადგეს ქართულ ადამიანს, რომ შეხედა, რომ რამდენად წინ არიან იქ. და ჩვენც ამისკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. შეუძლებელია კოოპერატივების გარეშე მივხვდეს ისე გარემოცა ჩვენ არის დასახსულობა და ბევრი პატარა ფერმერები არიან, პატარა საშუალო და ეგეთები კოოპერატივის გარეშე შეუძლებელია. კოოპერატივა უნდა დაეხმაროს სწორი მიმართულება მიცეს, როგორც გაშენებაში, როგორც მოვლაში და როგორც რაც თავარი არის ყველაზე ბოლოს კულმინაცია რეალიზებაში. აი კოოპერატივების საქმე ეს უნდა იყოს სწორი მოვლის, სწორი გაშენების და რეალიზაციის პრობლემის მოხსნა. ბაზრის, საბაზრო რეალობიდან გამომდინარე. აი ეს სამი ძირითადი პრობლემა უნდა კოოპერირებოდეს. და უნდა ხდებოდეს გაერთიანება. ამ ყველაფერს აქვს თავისი ფასი, სამაგიეროდ კოოპერატივის სწორად გამართულ სამუშაოთი მიიღწევა სტაბილურობა და გარკვეული გარანტიები, რომ იმ დონეზე არ მივა პროდუქტი, რომ ან გადაიაფასიანდეს, ან საერთოდ არავის აღარ უნდეს მისი ყიდვა. აი ეს არის ერთ-ერთი საშვები. კოოპერატივების გარეშე და გაერთიანების მე ვერ ვხედავ მომავალს, რომ რაღაც მსხვილი ისეთი მომენტები გაჩნდეს, რა რეალობას ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ გასაგებია. ვაპირებთ ერთ-ერთი ჩვენ სხვა გეგმაში, რომ გეგმაში არა, ჩვენ უკვე პირდაპირ ნაბიჯებს გვაქვს, რომ ერთ-ერთი მსგავსი ტიპის კოოპერატივის დაწყება ჩვენ დავიწყოთ და როგორც ვიცი, კიდე სხვაებიც აპირებენ რაღაცებს და კარგი იქნება თუ ეს პრეცედენტები დაჩდება ჩვენთან. აუცილებლად. ეგეთი კოოპერატივი დასხვა მრავალი, ბატონ გიორგი და ღმერთი თქვენსკენ და ჩვენ ეს დიდი ყველაფერს მადლობა. ღმერთის დეტალურად გარეშე არაფერი არ იქნება. ჩვენ ეს ყველაფერი დეტალურად გავივლით. ეს პრინციპში ეს იყო პირველი ჩვენი გაცნობიტი გადაცემა და მომავალში ჩვენ უფრო სიღრმეში შევალთ და ყველა კითხვაზე გავცეთ პასუხს. არ შეიძლება რომ ყველაფერი ერთ გადაცემაში განვიხილოთ. მაგრამ ბატონ გიორგი, დიდი მადლობა და იმედი მაქვს, რომ ერთ კვირაში ყველაფერი მეცის ხელში არის და ერთ კვირაში ჩვენ ისევ შევხვდებით და წინ წავალთ. ასაგე მეტი კონკრეტიკი დაბრუნდეთ და მეტი სპეციფიური ელემენტები და ინფორმაცია ჩავთოთ, რომ უფრო ისეთი ვექტორი ავიღოთ ნათელი. მიმართულებით, უფრო საინტერესო იქნება. დიდი მადლობა, ბატონ გიორგი, მოვალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა თქვენ დათმობილი დროსთვის, დიდი მადლობა ტელემაყურებელს, ვინც შეგხედავს და ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი საუბარები დავიწყეთ ჩვენ.